აცდეულების განმავლობაში ამერიკულ პოლიტიკაში საკუთარ თავს სოციალისტად მოხსენიება პოლიტიკურ თვითმკვლელობად ითვლებოდა. მაგრამ ეს იარლიღი სულ უფრო მეტად ახალი თაობის კანდიდატებისთვის მიმზიდველ უპირატესობად იქცევა. იმპულსი კიდევ უფრო გაძლიერდა ნიუ-იორკში ზორან მამდანის გამარჯვებით. და 2026 წელს დემოკრატმა სოციალისტებმა გამარჯვებები მოიპოვეს როგორც კონგრესის არჩევნებში, ასევე ფლორიდის დემოკრატიული სენატის პრაიმერისში. მათი მთავარი არგუმენტი ძირითადად ეკონომიკურია. საცხოვრებელი ხარჯების შემცირება, ძლიერი პროფკავშირები, ჯანდაცვის გაფართოებული სერვისები და მაღალი გადასახადები მდიდრებისთვის. და ისინი დიდად ეკრდნობიან ახალგაზრდა ამომრჩევლებს, თვითორგანიზებულ მოხალისეებს და მცირე თანხის შემოწირულობებს, ტრადიციული პარტიული ინსტიტუტების ნაცვლად. მაგრამ კიდევ ერთი საკითხია, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება: ისრაელი. ამ კანდიდატების ბევრი მკვეთრად აკრიტიკებს ისრაელის პოლიტიკას. ეწინააღმდეგება ან სურს შეზღუდო საშშშ-ს სამხედრო დახმარება და ღიად უპირისპირდება პროისრაელურ ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატების პრაიმერებში ხარჯავენ თანხებს. ეს ნიშნავს, რომ ისრაელი აღარ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი. დემოკრატიული პარტიის ნაწილებში ის ხდება კამპანიის გამსაზრდელი საკითხი და კიდევ ერთი გამყოფი ხაზი მის ისტებლიშმენტსა და მზარდ პროგრესულ მარცხენას შორის. ჩვენთან ერთად დღევანდელ დებატებში მონაწილეობს ჰენრი ოლსენი, ეთიკისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი და Conservatives Crossroads პოდკასტის წამყვანი. ბენჯამინ ბურგესი, ჯაკობინის კოლუმნისტი და მომავალი წიგნის The Blueprint How Socialism თანაავტორი, როგორ შეიძლება სოციალიზმი ბოდიში იმუშაოს რეალურ სამყაროში. და Wen Altermani, ჩვენი I24 News-ის უფროსი კორესპონდენტი. მოდით დავითხოთ ჩვენი 30 წამიანი სწრაფი რაუნდი. არის თუ არა ისრაელის მიმართ უკურეაქცია მთავარი მიზეზი იმისა, რომ დემოკრატიული სოციალიზმი აშშ-ში იზრდება? დახსოვდეთ, თითოეულ თქვენდან სამ პირველ პასუხზე 30 წამი გაქვთ. ჰენრი, შენ პირველი ხარ. ეს არ არის მთავარი მიზეზი. დემოკრატიული სოციალიზმი და მემარცხენეობა დემოკრატიულ პარტიაში უკვე საკმაოდ დიდი ხანია იზრდება. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ის ძალიან ემოციურად აყალიბებს იმ კრიტიკას, რაც მათ დემოკრატიული ისტებლიშმენტის მიმართ აქვს და ეს მათ ამომრჩეველს იზიდავს. ბენი, რას ფიქრობ ამ საკითხზე? დიახ, ვეთანხმები, რომ ეს მთავარი მიზეზი არ არის. მთავარი მიზეზები ეკონომიკურია, მაგრამ ეს ნამდვილად ერთ-ერთი მიზეზია. ამერიკელმა საზოგადოებამ წლები გაატარა იმის ყურებაში, თუ როგორ კრიდნენ ამერიკულ ბომბებს კიბოს გამყოფილებებზე, მეჩეთებსა და საბავშვო ბაღებზე. ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ ჩვენგან ბევრს არ ეგძნო ზიზრი დემოკრატიული ისტებლიშმენტს მიმართ, რომელმაც თავდაპირველად იარაღის გაგზავნას მისცა ხმა. კარგი, Wen Alterman, რას ფიქრობთ ამ კითხვაზე? გაზაში ისრაელის პოლიტიკის კრიტიკის მართებულობა გვერდზე გადავდოთ. ნახეთ, ორივეს ვეთანხმები. ცხადია, ეს პირველ რიგში ეკონომიკურ შფოთვასთან არის დაკავშირებული. CNBC-ს გამოკითხვა მაჩვენა, რომ 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდების 72% ფიქრობს, რომ ამერიკის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. მხოლოდ 5%-ს ჰქონდა რაიმე პოზიტიური შეფასება. მაგრამ ისრაელის საკითხი მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან მარტივად შეიძლება გადაწყდეს. უბრალოდ შეწყვიტეთ დახმარება, შეწყვიტეთ იარაღის მიწოდება და ასე შემდეგ. განათლების ვირებულების, საცხოვრებლისა და ჯანდაცვის საკითხების გადაწყვეტა ბევრად უფრო რთულია. ბევრად უფრო მარტივია ისრაელის საკითხზე ყურადღების გამახვილება და ზოგადად ისრაელი არაპოპულარულია, ასე რომ ეს მათ საარჩევნოდაც ეხმარება. კარგი, ეხლა მინდა გადავიდე ჩვენს შემდეგ კითხვაზე. ეხლა პანელისტებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო გრძელი პასუხები გასცენ. იცით, ჩვენ ხედავთ დიდ ყურადღებას ისრაელსა და ზოგადად საგარეო პოლიტიკაზე დემოკრატ-სოციალისტ კანდიდატებს შორის. ერთ-ერთი მათგანი მაგალითად ნიუ-იორკის მერის პოსტი. რატო არიან ეს დემოკრატ-სოციალისტი კანდიდატები ასე კონცენტრირებულები ისრაელზე და ზოგადად საგარეო პოლიტიკაზე, როცა ისინი იღრიან კენჭს ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა ნიუ-იორკის მერი? ჰენრი? მე ვფიქრობ, იმიტომ რომ დემოკრატიული მარცხენებთან ნამდვილად აღშფოთებულია ამით. ეს არის თემა, რაზეც მათ შეუძლიათ ისაუბრო. და ამ ადამიანებიდან ბევრი იღრის კენჭს ფედერალურ თანამდებობებზე, სადაც ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. გულისხმობ, მამდანის კამპანია ნიუ-იორკის მერობისთვის არ ეფუძნებოდა ისრაელისა და ღაზის საკითხებს. მაგრამ ეს არის მოტივაციის მომცემი საკითხი ბევრი პროგრესული ადამიანისთვის, ასევე ბევრი ებრაული წარმოშობის ადამიანისთვისაც, რაც უცნაურია განსაკუთრებით ნიუ-იორკში. მაგრამ ფედერალურ არჩევნებში, სენატის არჩევნებში, წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში, საცნებში, სადაც წელს მართლაც წინ მიიწევენ, ფედერალური საკითხები ისრაელის დახმარებასა და ღაზის ომთან დაკავშირებით ამ თანამდებობის მოვალეობების ნაწილია. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც საუბრობენ ამაზე. საინტერესოა. ბენ, რას ფიქრობ ამაზე? დიახ, დავეთანხმები, რომ ეს არ არის ის, რაზეც დემოკრატიული სოციალისტი კანდიდატების უმეტესობა ადგილობრივ არჩევნებში ყურადღებას ამახვილებს. რა თქმა უნდა, ეს არის ოზორანის მთავარი თემა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მას ამაზე გამუდმებით ეკითხებოდა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს აზრი, თითქოს დემოკრატიული სოციალისტები უცნაურად კონცენტრირებულნი არიან ამ საკითხზე, არ შეესაბამება სინამდვილეს მათთვის, ვისაც მეხსიერება 1-2 წელზე მეტხანს უგრძელდება. ზორანამდე ნიუ-იორკის ყოველი მერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ისრაელში ჩასვლას, როგორც ერთგვარ პილიგრიმობას.
და არც ერთ იმ ადამიანთაგან, ვინც ეხლა ამბობს, ხო იცით, რატო არიან ეს დემოკრატიული სოციალისტები ასე კონცენტრირებულნი ისრაელზე, არასდროს ქონიათ პრობლემა ამასთან. Establishment-ი ყოველთვის კონცენტრირებული იყო ისრაელზე. უბრალოდ შეიცვალა ამაზე ფოკუსირების პოლიტიკა. ოუენ, და არის შენი პასუხი ამაზე? მოусმინე. როგორც თქვი, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი საკითხია დემოკრატიული სოციალისტებისთვის, რადგან ეს მარტივად გადასაჭრელი საკითხია, ხომ ასეა? ეს ისეთი საკითხია, რომელსაც პოლიტიკოსებისთვის დიდი პოლიტიკური ფასი არ აქვს. გადაწყვეტა განსაკუთრებით რთული არ არის. უბრალოდ ხმა მიეცი დახმარების წინააღმდეგ და შემდეგ ხმა მიეცი შეტევითი არავის გაყიდვის წინააღმდეგ, შემდეგ კი ხმა მიეცი თავდაცვითი არავის გაყიდვის წინააღმდეგ, შემდეგ გაწყვეტე ურთიერთობები, დაიწყეს სანქციები, რადგან აშკარაა, რომ აშშ-ში უკიდური მერცხენები დახმარებაზე არ გაჩერდებიან. ისინი გააგრძელებენ. ძალიან ამბიციურია ამ საკითხში. და ისრაელი ზოგადად არაპოპულარულია. ის არაპოპულარულია არა მხოლოდ მემარცხენეებში, ის არაპოპულარულია დამოუკიდებლებს შორისაც და არაპოპულარულია ახალგაზრდა კონსერვატორებსა და ახალგაზრდა რესპუბლიკელებს შორისაც. ასე რომ, ეს არის საკითხი, რომელიც მათ გონიათ, რომ შეიძლება საარჩევნო მხარდაჭერა მოუტანოთ. ეს ნატაშა პოლიტიკაში ფულის საკითხსაც უკავშირდება, რადგან AIPAC-ს ესეთი დიდი როლი აქვს ამდენ დემოკრატიულ პრაიმერისში. ამიტომ მათ შეუძლიათ ორმაგის სარგებელი მიიღონ ამ საკითხზე. მათ შეუძლიათ როგორც ისრაელისა და ისრაელის პოლიტიკის კრიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ასევე პოლიტიკაში ფულის საკითხის წინააღმდეგაც დააკავშირონ ეს ორი თემა ერთმანეთთან და ჩასვან საკუთარ ფართომსოფლო მხედველობაში. საკითხზე, რომლის გადაწყვეტაც ბევრად უფრო მარტივია ვიდრე კოლეჯის, უმაღლესი განათლების ხარჯების შემცირება, დიდ ქალაქებში საცხოვრებელი ბინების დეფიციტის მოგვარება და რა თქმა უნდა ჯანდაცვის საკითხის მოგვარება, რომელმაც 10 წლეულები ამერიკულ პოლიტიკას პრობლემები შეუქმნა. ისრაელის საკითხის გადაწყვეტა ბევრად უფრო მარტივია. ეს მათთვის ბევრად უფრო პოპულარული თემაა. ასე რომ ცხადია, ეს იქნება საკითხი, რომელსაც კანდიდატები მიემხრობიან. მათ შორის ისეთ ადგილებშიც, როგორიცაა ნიუ-იორკი. იცით, დემოკრატი სოციალისტები იმარჯვებენ მაღალ პროფილურ პრაიმერიზებში. რატომ ახლა? რა პოულობს გამოძახილ სამომრჩევლებში, რაზეც დამკვიდრებულმა დემოკრატებმა პასუხი ვერ გასცეს? და მსურს მოვისმინო, რას ფიქრობთ ამაზე? დიახ, ფიქრობ, არსებობს ბევრი ხანგრძლივი ჩაბუდებული პრობლემა, რომლებზეც საზოგადოებრივი რისხვა მართლაც გადმოიღვარა. ვფიქრობ, ჯანდაცვა, რომელიც რამდენჯერმე იქნა ნახსენები, ერთ-ერთი ასეთია. სხვათაშორის, მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი იმ აზრს, რომ პოლიტიკის დონეზე ჯანდაცვასთან გამკლავების გზის პოვნა წარმოუდგენლად რთულია. დემოკრატიული სოციალისტები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთსა და იმავე გამოსავალს თალაზობდნენ, ეს არის ერთიანი გადამხდელის ყველასთვის განკუთვნილი მედიკერის სისტემაზე გადასვლა, რაც ირონიულად გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელშიც მოქმედებს. და ამაში არაფერია განსაკუთრებულად რთული. და ეს მოწოდება, რომ უნდა შევწყვიტოთ ფულის ხარჯვა ბომბებზე, რომლითაც უდანაშაულოებს საზღვარგარეთ ხოცავთ და დავიწყოთ მისი დახარჯვა სოციალურ საჭიროებებზე ჩვენს ქვეყანაში, ახლა ბევრ ჩვეულებრივ ამერიკელს სრულიად ლოგიკურად ეჩვენება. ჰენრი, რას ფიქრობ ამაზე? დემოკრატიული მემარცხენეები დემოკრატიული establishment-ის წინააღმდეგ აჯანყებულები არიან ბილ კლინტონის ეპოქიდან მოყოლებული. დემოკრატიულ პარტიაში აჯანყება ჰქონდა სოციალური დახმარების რეფორმის კანონპროექტის გამო. მემარცხენეების მხრიდან გამოწვევები ჰქონდა 2000 წელს საერთო არჩევნებში რალფ ნეიდერისგან და 2004 წელს ჰოვარდ დინისგან. რამაც ახლა ეს ვითარება უფრო მკაფიო გახადა ჩემი აზრით რამდენიმე ფაქტორია. ერთ-ერთი არის ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, როცა ვინც ამ წრეში არ არის ჩვეულებრივ გარეთ რჩება და თუ მემარცხენე ხარ, ეს ნიშნავს, რომ უფრო უკიდურეს მემარცხენეობისკენ იხრები. და ამას ემატება ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი ორჯერ აირჩიეს. და დემოკრატიული establishment-ი, რომელიც ყოველთვის თავს ისე აჩვენებს, თითქოს იცის, როგორ უნდა მოიგოს, ეხლა უნდა აღიაროს მრავალი მარცხი. ადამიანი, რომელსაც ყველა დემოკრატი სულს, მაგრამ დემოკრატიულ სოციალისტებს და პროგრესულებს განსაკუთრებით ძლიერ სულთ და ეზიზრებათ. ეს რომ ეხლა გვაქვს სიტუაცია, სადაც დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა ბაზის დაახლოებით ნახევარს ქვეყნის მასშტაბით სურს დემოკრატიული establishment-ის მოცილება, რადგან ყოველთვის უკმაყოფილო იყვნენ მათით. და ისინი განსაკუთრებით გაბრაზებულები არიან, რადგან დემოკრატიული პროგრესულების თვალსაზრისით მათ არაპირდაპირად შეუწყეს ხელი იმ ადამიანის მმართველობას, რომელიც ეზიზრებათ. იცი და მინდა შენთან მიუბრუნდე, თითქმის ისე ჟღერს, თითქოს ისრაელი ამერიკელი მემარცხენეების და მემარჯვენეების ნაწილებს აერთიანებდეს. განსაკუთრებით ჩვენ ვისმენთ იმავე კრიტიკას, იცი მაგალითად ამ საუბარში როგორც ჰენრი, ასევე ბენი, როცა საქმე აშშ-ს სამხედრო ჩარევასა და საგარეო დახმარების კრიტიკას ეხება. Storia ეს მხოლოდ უკიდურესი მემარცხენე და მემარჯვენე არ არის, ნატაშა. ასევე ცენტრიც, ბევრი დამოუკიდებელიც ისრაელი არ მოსწონს. და თუ ნახავ მაგალითად ჩემს მშობლიურ მიჩიგანის შტატში, აბდულ ელ-საიედის პრაიმერის კამპანიაში და ეხლა მის საერთო საარჩევნო კამპანიაში, მისი მესიჯი ისრაელზე მიმართულია დამოუკიდებლებისკენ. ხო ასეა, რას ამბობს ის? ძირითადად იმას, რასაც ჩვენი სტუმრები ამბობენ. ის ფული, რომელიც ისრაელის დახმარებაზე იხარჯება, შეიძლება ჯანდაცვაზე დაიხარჯოს, მაგრამ არა უშავს. რა თქმა უნდა, ეს ფედერალური ბიუჯეტის მასშტაბით ზღვაში წვეთია. ბიუჯეტ. ეს არ არის მიზეზი. ამერიკელებს ბევრ შემთხვევაში არ აქვთ სათანადო ჯანდაცვა, ან საცხოვრებელი, ან განათლების ღირებულება ძალიან მაღალია. ეს არაფერ კავშირშია ისრაელთან, მაგრამ მისთვის ეს სასარგებლო გზაა, რომ ეს საკითხი წამოწიოს და ეკონომიკურ შფოთვაზე იმოქმედოს. იცი, უფრო ფართო კითხვაზე ნატაშა, ჟურნალ The Atlantic-ში არის შესანიშნავი სტატია, რომლის ავტორია Tyler Austin Harperi და ქვია, რატომ უყვართ მდიდარ ბავშვებს სოციალიზმი. და რაც მან ძირითადად თქვა, მე ცოტა შევამოკლებ არგუმენტს.
რაც 10 წლის წინ ნახეთ, ეს ჩემი ინტერპრეტაცია. იყო თეთრი მუშათა კლასის აჯანყება ეკონომიკური მდგომარეობის წინააღმდეგ და მათი ნიდრეკილება უკიდურეს მემარჯვენეებისკენ და დონალდ ტრამპისკენ. ეხლა კი ხედავთ, რომ თეთრი საშუალო კლასი, თეთრი განათლებული კლასი აჯანყდება ეკონომიკის მდგომარეობის წინააღმდეგ. ხელოვნური ინტელექტის აღმავლობის კომოდიფიკაცია, ან როგორც მას ამ სტატიაში უწოდებს, მენეჯერული სამუშაოების კომოდიფიკაცია. ხომ ასეა? სამუშაოები, რომელთა მისაღებადაც ადრე საკმარისი იყო შეერთებულ შტატებში კოლეჯში სწავლა. დამთავრებდი უნივერსიტეტს დიპლომით. და ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო, სულ ერთი თაობის წინ. და ელოდი რომ გექნებოდა სტაბილური საშუალო ფენის სამსახური. ეს აშკარად აღარ არის სიმართლე. Z თაობა ამას გრძნობს და ამ გაბრაზებას საარჩევნო ყუთთან გამოხატავს ბოლოს, ხო ასეა? და ეს ყველაზე ბოლოს ვიხილეთ მიჩიგანის სენატის პრაიმერისში. სადაც როგორც ყოველთვის ამ პრაიმერიზებში, ისინი ვისაც ყველაზე მეტად იზიდავს, უკიდურესად მემარცხენე კანდიდატები სწორედ ახალგაზრდები არიან. ვისაც კოლეჯის დიპლომი აქვთ და დაბალი შემოსავალი აქვს. და ეს სოციალურად დაქვეითების გზაზე მყოფი განათლებული ამერიკელები სწორედ ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად მიილტვის დემოკრატიული სოციალიზმისკენ. ასე რომ, თუ 10 წლის წინ თქვენ ხედავდით თეთრი მუშათა კლასის აჯანყებას, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის პოლიტიკაზე, ეხლა შეიძლება ვხედავდეთ თეთრი საშუალო კლასის აჯანყებას. და ზოგ შემთხვევებში თეთრი ზედა საშუალო კლასიც კი, რომელსაც აშინებს ხელოვნური ინტელექტი და სიძვირის კრიზისი, გძნობს რომ establishment-ს მათთვის გამოსავალი არ მიუწია. ბენ, რა არის შენი პასუხი ყველაფერზე, რაც UN-მა ეხლა ხან თქვა? ხო, ვფიქრობ, რომ ნიუ-იორკში ხმების უმრავლესობას ვერ მოიგებ მხოლოდ პროფესიონალთა კლასის იმ ამომრჩევლებით, რომელთა მდგომარეობაც უარესდება. თუმცა უეჭველია, რომ ეს ნაწილია, რადგან ამ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ მათ ეს არ გამოუვათ. ისინი ვერ მიიღებენ იმას, რასაც დაპირდნენ მხოლოდ კოლეჯში სწავლისა და წესების დაცვით და რომ მათი ინტერესები ბევრ რამეში ემთხვევა დანარჩენი მუშათა კლასის ინტერესებს. ასევე აღნიშნავდი, რომ არ არის აუცილებელი ასე იფიქრო. ფულის უმეტესობა, რომელიც სხვაგვარად ჯანდაცვაზე უნდა იხარჯებოდეს, იხარჯება ბომბების შესაძენად, რომლებსაც საბავშვო ბაღებზე ყრიან. იფიქრო, რომ ეს მორალური სიბილწეა, როცა ამ ფულს იქ ხარჯავთ, მაშინ როცა თითოეული დოლარი შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სოციალურ საჭიროებებზე დაიხარჯოს. და რა თქმა უნდა, არანაირი დიდი საიდუმლო არ არის, როგორ დავაფინანსოთ Medicare-ი ყველასთვის. სინამდვილეში, იცით, 2020 წელსაც კი ლიბერტარიანული მერკატუსის ინსტიტუტმა შემთხვევით აღმოაჩინა თავის კვლევაში. თუ ამ სისტემაზე გადავიდოდით, ეს რეალურად ფულს დაუზოგავდა საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე გადამხდელებს, რომლებსაც აღარ მოუწევდათ სადაზღვევო პრემიებსა და თანაგადახდებებზე ფულის დახარჯვა. და იცით, თუ ამას დააბალანსებთ დამატებით გადასახადებთან, რომლებიც ყველასთვის Medicare-ის დასაფინანსებლად იქნება საჭირო, საბოლოოდ მათ ჯიბეში უფრო მეტი ფული დარჩებათ. საინტერესოა, ჰენრი, მინდა კითხო, ფიქრობ თუ არა, რომ ისრაელი დემოკრატებისთვის ერთგვარ ლაკმუსის ტესტად იქცა ისე, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ არ იყო? არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ლაკმუსის ტესტია, თუმცა ზოგიერთი პროგრესული ამომრჩევლისთვის ნამდვილად ასეა და ზოგიერთი establishment-ის ამომრჩევლისთვის პირიქით ისრაელისადმი ტრადიციული მხარდაჭერის გაგრძელებაც ლაკმუსის ტესტია. მე ვფიქრობ, ეს უფრო იმის მაჩვენებელია, თუ სად გახარ სტატუს კოს შეცვლის საკითხში. თუმცა, ალბათ ორივე მხარეს ბევრი ამომრჩეველია, ვისთვისაც ეს ნამდვილად ლაკმუსის ტესტია. მე ვფიქრობ, უფრო ფართო კითხვა ეს არის. პირველ რიგში ახლა რომელი წელია? მე-4 წელი, მე-3 წელი, მე-4 წელი ხაზაში ომის და სხვა ომების, რომლებიც მან დააფინანსა ან გამოიწვია. ამერიკის ჩართულობა ირანში, მე ვფიქრობ, დაკავშირებულია მიზეზთან. ზოგი ადამიანი ამას შუა აღმოსავლეთში დაწყებულ აქტივობას უკავშირებს, რომელიც დაიწყო ჰამასის სასტიკი და უმიზეზო თავდასხმით უდანაშაულო ისრაელის მოქალაქეებზე და ისრაელის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რესპუბლიკელ ამომრჩეველთა ბაზა ჯერ კიდევ დიდწილად მხარდამჭერია. თუ შეხედავთ რესპუბლიკელებს, რომლებიც 50 წლამდე არიან, ისინი კვლავაც როგორც წესი მხარს უჭერენ პრეზიდენტის პოლიტიკას ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით. ხოლო ამომრჩევლები, რომლებიც 50 წელზე მეტის არიან, უმრავლესად მხარს უჭერენ მათ და რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის ამომრჩევლის საშუალო ასაკი არის 57 წელი. ეს რომ რესპუბლიკური პარტია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ტრადიციულ ისრაელის ალიანსს თავის ამომრჩეველთა ბაზაში. სირთულე ის არის, რომ დემოკრატები ახლა დაყოფილნი არიან, სადაც მნიშვნელოვანი უმრავლესობა მაინც სურს, რომ ეს ალიანსი თავიდან გადაიხედოს ან შეიცვალოს. მაინტერესებს შენი აზრი მოვისმინო. 5 წლის შემდეგ ელოდები, რომ დემოკრატიული პარტია მნიშვნელოვნად უფრო სოციალისტური და მნიშვნელოვნად უფრო კრიტიკული იქნება ისრაელის მიმართ. თუ ეს უბრალოდ დროებითი ტენდენციაა, რომელიც გაივლის შუაში სადღაც. მაგრამ ნება მომეცი სწრაფად უპასუხოს ამ საკითხს. პირველ რიგში ისრაელმა სამიზნე დაერჩია საავადმყოფოებები და საბავშვო ბაღები ღაზაში, რადგან ისინი საერთაშორისო სამართლის დარღვევით იყენებდა ტერორისტული ორგანიზაცია.
როგორც სამხედრო დანიშნულებით და არა სამოქალაქო დანიშნულებით, რაც მათ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. რა თქმა უნდა, სამოქალაქო მსხვერპლის პროპორციულობისა და სხვა ანალიზის გათვალისწინებით. ასე რომ, აშკარად ძალიან გადამეტებულად მარტივია ისრაელის პოლიტიკის ასე დახასიათება ღაზაში. რაც შეეხება რანდასის დამარჯვებას, მე ვფიქრობ ბენიამინი მართალია და სწორად აღნიშნავს ამას. და გარკვეულწილად, მცირესობის ამომრჩევლები ძალაუფლების ბალანსს წარმოადგენენ ამ დემოკრატიული პრაიმერების უმეტესობაში. ან ნიუ-იორკში, სადაც ზოგადი არჩევნები გარკვეულწილად დემოკრატიული პრაიმერია, და თქვენ ნახეთ, როგორ მიაღწიეს წარმატებას კანდიდატებმა, როგორიცაა მამდანი და ენჯი ნიქსონი ფლორიდაში, რადგან მათ შეძლეს უმცირესობების ხმების მოპოვება. ხოლო კანდიდატი, როგორიცაა აბდულ ელ-საიედი, ძლივს გააღწია, რადგან ის სუსტი იყო ამ ჯგუფებში. ასე რომ, საინტერესო იქნება ამის ყურება. რაც შეეხება ჯანდაცვას და მის განხორციელებას, ნახეთ, შეიძლება მართალია რომ გადაწყვეტა მარტივია, მაგრამ განხორციელება შეიძლება რთული იყოს იმ დაფინანსების გზის გამო, რაც ვახსენეთ. თქვენს კითხვაზე დემოკრატიული პარტიის შესახებ, ნახეთ, ვფიქრობ ეს სადღაც შუაშია. არ ვფიქრობ, რომ დემოკრატ-სოციალისტი აქტივისტების ყველა მოთხოვნა და სურვილი რეალურ ცხოვრებაში შესრულდება ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლის განმავლობაში. თუმცა ნამდვილად ვფიქრობ და მჯერა, რომ საშუალო დემოკრატი პოლიტიკოსი და საშუალო დემოკრატი ამომრჩეველი 5 წელიწადში მნიშვნელოვნად ნაკლებად დაუჯერს მხარს ისრაელს. და ეკონომიკურად უფრო მარცხნივ იქნებიან, ვიდრე დემოკრატი ამომრჩევლები ბოლო 20-30 წლის განმავლობაში იყვნენ. და ისინი მოითხოვენ რეალურ ცვლილებებს განათლების, საცხოვრებლისა და ჯანდაცვის ფასებში. ვფიქრობ, ეს არსად გაქრება. და ცხადია ისრაელისთვის და ორგანიზებული ებრაული თემებისთვის შეერთებულ შტატებში ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას, რადგან მათი ხმები და გავლენა შეიძლება დაჩრდილოს ამ დიდმა, ბევრად უფრო დიდმა ჯგუფმა, რომლებსაც აქვთ მოთხოვნები ამ საკითხების სპექტრზე, მათ შორის ისრაელთან დაკავშირებითაც. ბენ დავინახე, რომ თავს აქნევდი. დიახ, ფიქრობ, რომ გონიერ ადამიანთაგან ამას აღარავინ იჯერებს. ყველა საბავშვო ბაღი, ყველა ონკოლოგიური განყოფილება, ყველა მეჩეთი, ყველა უნივერსიტეტი, ყველა დაწყებითი სკოლა ღაზაში. ის რაც დაბომბეს თითქოს სამხედრო სამიზნედ გამოიყენებოდა, ხო იცი, თითქოს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, თითქოს იქ იარაღი ინახებოდა. ფიქრობ ეს ფანტასტიკაა და არ მგონია რომ სოფლიოში თითქმის ვინმეს თვით ისრაელის გარეთ ჯერ კიდევ სჯერა ამის 2026 წელს. ხო, ვფიქრობ რომ ეს არის სრული სისულელე. რაც შეეხება იმაზე პროგნოზებს თუ რა მოხდება მომდევნო 5 წელიწადში, ვფიქრობ ძალიან სულელური იქნებოდა ამაზე ზედმეტი დარწმუნებით საუბარი. 5 წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამას მაინც ვიტყვი. ძირითადი ძალები, რომლებიც ჩვეულებრივ ამერიკელებში აღშფოთებას იწვევენ, ჩვენი მტაცებლური ჯანდაცვის სისტემისა და ჩვენი საშინლად პროფკავშირების საწინააღმდეგო შრომითი კანონების გამო. და დიახ, საგარეო პოლიტიკითაც, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ისრაელის მხარდაჭერა. ეს ყველაფერი არსად მიდის და ვინც ფიქრობს, რომ რამე შეიცვლება, თავს იტყუებს. კარგი, მინდა მოვისმინო რა სიტყვი. ჰენრი. მე ვფიქრობ, დემოკრატიული პარტია უკვე დიდი ხანია მარცხნივ მოძრაობს და მთავარი კითხვა იქნება, მართლა დემოკრატიული სოციალისტები იქნებიან მთავარი ძალა. მე ასე არ ვფიქრობ. მაგრამ შეძლებს დემოკრატიული პარტია, რომელიც ამერიკელ ამომრჩევლებში მხარდაჭერას კარგავს. რაც შეეხება იმას, მზად არიან თუ არა ადამიანები თქვან, რომ დემოკრატები არიან. შეძლებენ ისინი ასე გააგრძელონ, როცა ხალხი მარცხნივ იწევს. 2024 წლის არჩევნებში კამალა ჰარისმა დემოკრატების 95% და ერთი დამოუკიდებელი მოიგო. მან არჩევნები წააგო და სახალხო ხმებიც დაკარგა, რადგან 1932 წლის შემდეგ პირველად საარჩევნო უბნებზე უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა და თქვა, რომ რესპუბლიკელები არიან. მე ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელი პოპულისტები საშუალო კლასის ეკონომიკურ მოთხოვნებს ისე უპასუხებენ, რომ ეს შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავს მიტოვებულად გზნობენ დემოკრატიული პარტიის მხრიდან, რომელიც მარცხნივ იძვრის. საშუალო დემოკრატი ამომრჩეველი უფრო მარცხნივ დგას ვიდრე 6 წლის წინ. საშუალო დემოკრატი პოლიტიკოსი კი ცდილობს დაეწიოს საკუთარ ამომრჩევლებს. საკითხი ისაა, რომ ეს თითქოს ზრდის სხვაობას ცენტრის და ამერიკელ ამომრჩეველთანაც. და თუ რესპუბლიკელები შეძლებენ ამით სარგებლობას, შეიძლება ვიხილოთ დემოკრატიული პარტია, რომელიც მარცხნივ დგას, მაგრამ ასევე ძალაუფლებასაც გარეთ რჩება. ანუ სამართლიანია ითქვას, რომ საშუალო რესპუბლიკელი ამომრჩეველიც თითქოს შორდება ისრაელის მხარდაჭერას, ანალოგიურად დემოკრატების მსგავსად, რომლებიც ახლა უფრო მარცხნივ იწევიან. ფიქრობ, ეს ძირითადად 45 წლამდე რესპუბლიკელი ამომრჩევლებისთვის არის დამახასიათებელი. 45 წელს გადაცილებული რესპუბლიკელი ამომრჩევლები, განსაკუთრებით 50 წელს, ზემოთ თითქმის ისეთივე ძლიერად უჭერენ მხარს ისრაელს, როგორც ადრე ირანის ომამდე და ღაზას ომამდე. და როგორც ვთქვი, რესპუბლიკური პრაიმერის საშუალო ამომრჩეველი, ანუ ის, ვინც განსაზღვრავს, ვინ იქნებიან თანამდებობის პირები, არის 57 წლის. ასე რომ დიახ, გარკვეული ცვლილება არის, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია. და კიდევ ერთი რამ არის ის, რომ ამერიკელების უმეტესობას ბევრი არაფერი იცის ისრაელის შესახებ. მათგან ბევრმა, ვინც 35 წლამდეა, გაიზარდა იმ გარემოში, სადაც ისრაელი ძირითადად ნიშნავს ბიბი ნეთანიაჰუს
და რაღაც მომენტში, იქნება ეს ოქტომბერში თუ რამდენიმე წლის შემდეგ, ბიბი ნეთანიაჰუ აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი. და როცა ვიხილავთ სხვა ისრაელის მთავრობას, თუნდაც ისეთ მთავრობას, რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი ან მკაცრი უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ არ იქნება დამძიმებული მისი ზოგიერთი თავისებურებითა და ამერიკასთან და სხვა უცხოელ ლიდერებთან მისი პირადი ურთიერთობებით. შესაძლოა მართლაც ვიხილოთ ისრაელის მხარდაჭერის ადგენა, როცა ისრაელი აღარ იქნება ბიბისთან გაიგივებული. საინტერესოა, კარგიო, ვენ სამწუხაროდ ვეღარ მოგიბრუნდები, რადგან ჩვენი გადაცევის ეს ბლოკი უნდა დავასრულოთ. ახლა რეკლამაზე გავდივართ. მოკლეს სარეკლამო პაუზა, მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს ყველა პანელისტს ამ დისკუსიისთვის. დარჩით ჩვენთან გლობალ აიზე, მალე დავბრუნდებით.